დაახლოებით 7-8 წელი ვიყავი კრიზზე რო შევედი. გოლში დავიწყე კრიზზე ვარჯიში. და რამოდენიმე ხანი ვიარე, საკმაოდ რა ვიცი, იქ ვარჯიშობდი ნორმალურად და უცბად მე წავედი ბიძაშვილი მყავდა რუსეთში. ნოვოროსიისკი ქალაქი, ნოვოროსიისკში რა. და იქ იყო რაღაც MMA-ის კლუბი იყო რაღაცა და იქიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ ბრძოლების და იმით და რო დავინტერესდი მე ჩამოვედი ისე და აქ ჩამოვედი არანაირი განვითარება არ იყო რა ბიჭები იყვნენ აი ძველი მოყოლებული აი ჩირაღიშვილი შველიძე აი ეს ბიჭები იყვნენ ძალიან ესეთი კიდე ბექა ძალიან ბევრი ბიჭები რომელიც ვარჯიშობდნენ MMA-ზე და დავიწყე MMA-ზე ვარჯიში მე თვითონ მე აქ მივიღე მონაწილეობა რამოდენიმე ბრძოლაში თვითონ საქართველოში და მე უკვე დავიჩვენე და ჩემი აი ესე მართლა რო ჩამოვიდე თბილისში გვერდზე რო დამიდგა სულ დღე და ერთად ვიყავით ხოლმე გიასთან ერთად ჩირაღიშვილთან ერთად გავაკეთეთ როგორ რაღაცა რა თვითონ მაშინ მოსკოვში იყო ხოლმე კრისტალი დარბაზი კაზინოები და მან მედიოდა ბრძოლები და თო უკვე დიდი ხანია ბრძოლობდა რა და მე მიხარ გაიკეთებ თუ გინდა ბრძოლას რა წავედი მე მოსკოვში მოსკოვში რო წავედი იქ ვიჩხუბე და ხა მე მოკრივე ვიყავი ჭიდაობა არ ვიცოდი არაფერი რა ვიცოდი და თელი ორი რაუნდი მესამე რაუნდის ბოლო წუთამდე კარგად მაგრამ დაჟეჟილი ვიყავი და მე ბოლოს დაიღალა პროსტა და ის გამძლეობის ხარჯით მოვიდა $500 მომწეს მაგრამ მახსოვს ძალიან მაგარი ფული იყო მაშინ ეს $500 იყო სასწაული ფული იყო მაშინ აი ეგ იყო ჩემი დაინტერესება და დავიწყე უკვე მე მაქედან წინსვლა რა 99 აღარც მახსოვს ზუსტად რამდენი წელი გავიდა მის მე 2000 2005-მდე ეგრე 6-მდე დაახლოებით ესე ვიყავით რა აი განუვითარებელი პერიოდი რომელიც იყო რა რომელიც აი არანაირი პირობები რო არ ქონდა და რა დარბაზი ჩვენ არ ქონდა არაფერი ჩვენ არ ქონდა და არა და საკმაოდ ესეთი ბევრი ბიჭები ვიყავით რა ეს პერიოდი იყო მაშინ აი გელა გაროდაშვილი იყო აი წეგნას გელაპარაკებოდით მაგას შემოიტანა ეს სპორტი აი საქართველოში თითქმის ყველა დამეთანხმება და იაპონიაში იყო წასვლები ეს ბიჭები ყველა იაპონიაში დადიოდნენ მოჭიდავეები ყველა რა ვისაც კი შეეძლო ბრძოლა და ებრძოლა ყველა მიდიოდა მაშინ მაგ პერიოდში რა და აი მაშინ დაიწყო უკვე ამ სპორტის ცოტა განვითარება და მე უკვე როგორ იყო იცი როცა უკვე მე თვითონაც აქტიურად სპორტში ვიყავ მე საბერნეს წავედი საბერნეს სახელით გამოდიოდი იქ მოღვაწეობდი სადღაც ერთ წლამდე დაახლოებით და მე ისე დავბრუნდი მე ზოგადად საზღვარგარეთ ვერ ვეძებდი რა საქართველოს გარშე არ შემიძლია რა და ვიცოდი რომ ამ სპორტში მე რაღაცა გამომივიდოდა შედეგიანი სპორტსმენიც ვიყავი გაკეთებული იყო ძალიან ბევრი რამე ამ სპორტში და რა თქმა უნდა მწვრთნელის დავშიც ბევრი ბიჭები ყავს აღზრდილი აი ხა დღეს ვინც ბრძოლობენ და ვინც არიან 99% ქართველები ჩემი გაძლები არიან სულ და მიხარი რა თქმა უნდა და მე უკვე იყო რა გურამის დრო იყო გურამი იყო გუგენიშვილი ცხონებული ჩვენი ძმაკაცი იყო ერთად მოვდიოდით დავით ყეშელაშვილი ამერიკაში ახლა ემზადა თავისი ძმა პატა რავი ძალიან ბევრი დიტო ბევრი ვიყავით ძალიან რა და ერთად ვიყავით ერთად ვარჯიშობდით სულ და ის მე გურამი იყო უკვე ჩვენი ეს სული ჩამდგმელი ამ სპორტის იმაში განვითარებაში და დავიწყეთ განვითარება და როგორც დავიწყეთ განვითარება ზუსტად ის პერიოდი იყო 2014 წელი იყო რომ M1 უნდა ჩატარებულიყო საქართველოში M1 იყო მაშინ M1 გლობალი იყო ესეთი ორგანიზაცია UFC არც ჩანახორე საერთოდ რა იმ პერიოდში ძალიან მაგარი ორგანიზაცია იყო რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გურამი იყო რა და ბევრი ქართველი იღებდა მონაწილეობა და იქიდან გამომდინარე მე სულ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას ჩემგან უკვე და ეს ტრაგედია რომ მოხდა მე გურამის დაღუპვის შემდეგ უკვე მე თქვი რომ მე გავაგზავნებ თქო ამას და დარწმუნებული ვიყავი რომ გამოვიდო და დღეს კი ხედავთ რა მდგომარეობაში არის MMA-ის ფედერაცია არის ოფიციალურად აღიარებინე ფედერაცია ბიჭები როგორ უნდა განვითარებულიყვნენ ხო სულ საზღვარგარეთ ხო არ უნდა ებრძოლოთ რა ხან იყო ბრძოლა ხან არ იყო ბრძოლა რა და მეთქი ჩამოვაყალიბე და სპონსორი მე ჩვენი ევროპაბეთი მივედი ევროპაბეთთან ხო რაღაცა დაინტერესდნენ რაღაც თავიდან ეს და მე უკვე რომ ნახეს ორი შეჯიბრი უკვე ფინანსების გაზარდეს უკვე საერთაშორისო გავხადეთ და ესე დაიწყო ჩვენი ამ GFC-ის აღმოჩენა და გახდა დღესდღეობით ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე კარგი ლიგაა და ვერ ვიტყვი რაღაცა სასწაული რაღაც ეს მოვიტყვილებ და ყველა ისმენს მე ამას და ყველა ხედავს მაგრამ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი კარგი ლიგა რომელიც უკვე ყველა მიცის და ევროპაში ყველა მიცის და ძალიან ბევრი ქვეყანაში ციან ყველა რომ GFC არსებობს საქართველოში და კარგი ლიგაა
რა თქმა უნდა სპორტის სამინისტრო ჩვენი მინის მაშინ შალვას პერიოდი იყო გოგოლადესი მინის მოდგილე იყო მაგის პერიოდში აღიარეთ ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ და რა ვიცი ძალიან მაგრად მიდის წინ ძალიან საინტერესო სპორტია ყველა დაინტერესებული ამ სპორტით ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს გულშემატკივარი ეხლა ევროპაზე ვიყავით ისეთი შედეგი გავაკეთეთ ძალიან მაგარი შედეგი გავაკეთეთ ევროპაზე თლიანად ჩათვლაში გავიდით მე-4 ადგილზე 54 ქვეყანა იყო მოგეხსენებათ ესე განვითარდა მე ეს სპორტი რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭები დახმარებით ესენიც რომ კარგები იყვნენ დამოდგნენ ბევრ რამეს აკეთებდნენ საზღვარგარეთ დავდიოდით სულ ბრძოლებზე მაშინ არ იყო ესეთ განვითარებული კიდევ რა ჩემ დროსაც ჩემ პერიოდშიც არ იყო ესეთი განვითარებული აი ჩემი მწვრთნელობის პერიოდს გეუბნებით კიდე ჩემი ბრძოლის პერიოდს კი არ გეუბნებით მწვრთნელობის პერიოდიც არ იყო განვითარებული სულ რაღაც 3 წელია დაახლოებით რაც ეს სპორტი განვითარდა ეს რა თქმა უნდა UFC დამოყოლებულია მაგრეგორის დამსახურება ძალიან ბევრი რამე და მე დანარჩენი სპორტსმენების რომ მოდიან და ეს მსოფლიო ვარსკვლავები არიან ჩვენი მერაბი აიღე ილია აიღე ბიჭები ყველა თითოეული ქართველი ვიცით მაგ მონაწილეობას ბევრი დამსახურება მაგათიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები დაინტერესდა და ძალიან ბევრი ბავშვები შემოვიდა ეს სავსეა ეს დარბაზი სამი ვარდიში გვაქვს დღეში და ყველა ვარდიში და დარბაზი სავსეა რა თქმა უნდა კიდევ ვიძახი რომ ეს ქართველი ბიჭები აი ვინც UFC-ში არიან მაგათი ბევრი დამსახურება არის რომ ეს ქართველი ბავშვები დაინტერესებდა ჩვენ დროს როგორ ატარდებოდა ესეთი მაშინ სპორტ სასახლე არის 9000 კაციანი რა და აი დედას გეფიცები ყველა შეიძლება სავსე იყო ხო მაშინ უფრო სხვა დაინტერესება იყო ხალხიც უფრო სხვანაირად უყურებდა ამას რა და ეხლა უკვე ეს პოპულარული გახდა სხვანაირი საქმე მაგრამ ისეთი ყურადობა როგორც ქონდა ადრე ეგეთ ყურადობა მაინც ჩემი აზრი არის რომ არა ჩემი აზრიც არის და ფაქტის სახეზე არა მაგრამ მაშინ ტარდებოდა ძალიან იშვიათად ტარდებოდა შეიძლება ეხლა ვატარებ თვეში ხან ორჯერ ვატარებ ხან ყოველდღე ვატარებ ხან ორ თვეში ერთხელ ვატარებ და სულ მასში არიან ბიჭები გამოცდილებაში და ძალიან ბევრი ბრძოლებია სად იყო ჩვენ დროს ვიღაცა ყოფილიყო ვინ არჩევდა ეხლა ამათ ურჩევ რომ ვის უნდა ეჩხუბოს რომ რაღაცა ერთნაირი ბრძოლა იყოს ზედის ძლიერი არ იყოს მოწინააღმდეგე ესეც არ იყოს იმაზე მოწინააღმდეგე რომ საინტერესო ბრძოლა გამოვა მაშინ წადი იჩხუბე რა ვიცი მოიგებს აგერ ჩამოხვალ და ეგეთი ვარიანტი პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს იმიტომ რომ UFC-ის გარდა არის ძალიან ბევრი დიდი ორგანიზაციები სადაც შეიძლება რომ ქართველმა სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა და არიან კიდევაც დღესდღეობით და მოხარული ვარ რა თქმა უნდა ამით რომ სხვადასხვა დიდ ლიგებში არის ქართველი სპორტსმენები რომელი ქართველი სპორტსმენებიც კიდევ გეუბნები 95% ჩემი გაკეთებულია ყველაფერი სპორტსმენების რეკორდი გინდა ჩვენთან არის აი ეს შერდოგი ქვია და ტაპოლოჯი საიტი არის ჩვენ მსოფლიო საიტია რომელიც სპორტსმენების რეკორდები იწერება აქ რა და აქედან გამომდინარე თუ არა გაქვს რეკორდი შენ არავინ არ მიგიღებს და არავინ არ გაბრძოლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში რა თქმა უნდა რეკორდი გაგაცემული მაქვს ყველასთვის და იქიდან გამომდინარე ბრძოლობენ ეს ბიჭებიც რომ მიიღონ მონაწილეობა და ფინანსურადაც კარგად იყვნენ პოპულარიზაცია გაუკეთონ თავან თავს ქვეყანას რა თქმა უნდა პერსპექტივა აქვს რა თქმა უნდა ახლა იზრდებიან და შერდოგს რო გიკეთებ და ტაპოლოჯის რო გიკეთებ მე და რო მოიგებ 5 შუბს 6 ბრძოლას და 7 ბრძოლას უკვე ნებისმიერი ორგანიზაცია დაინტერესდება შენით ყველაზე დიდი სირთულეები რა იყო ეხლა მე გეტყვით რა ჩემი სირთულე ეხლა მე ჩამოვედი სოფლიდან გორის რაიონიდან ვარ სოფელი ხურვალეთი არის ჩემი სოფელი რომელიც დღესაც ყოველ კვირა იქ ვარ თუ არა ვარ ხოლმე მაშინ რა ქვია საზღვარგარეთ შეჟილეს დასული ჩემი სოფელი და ძალიან მაგრად მიყვარს მან გავიზარდე მან დავიბადე რომ ჩამოვედი მაშინ ამ 16 წელს ვიყავი დაახლოებით არანაირი პირობები არ მქონდა სახლი არ მქონდა კარი არ მქონდა და აი ამ შენობაში აი ამ ადგილზე ეს დილარი ბატონი დილარი ხაბულიანის ადგილი არის და აქ დარბაზში არის ერთი ოთახი რა ეხლა საჭირო ოთახად გადავაკეთე ოთახი რა მან ცხოვრობდი 8 წელი დაახლოებით 7 წელი და რაღაც თვეები და დარბაზში მეძინა დარბაზში ვიყავი სულ და აქ ყველა მიცის ეს რა აი ესეთ პერიოდი იყო რთული პერიოდი როგორ დავარქვა იმიტომ რომ რაღაც რაც გიყვარდა იმ შენ საქმეს აკეთებდი და ვიცოდი რაღაც ეს გაჭიროების პერიოდი იყო უბრალოდ აი ძალიან გაჭიროების პერიოდი იყო რა და ეს რა თქმა უნდა აი დიდი დამსახურება ბატონ დილარის რომ აი ესე გვერდზე დაგვიდგა და ზოგადად ამ სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემგან გამომდინარე იმიტომ რომ მე მცემდა პატივს დიდად ძალიან და ყველანაირ პირობას მიქნიდა რა და მე რო პატივს მცემდა და პირობას მიქნიდა თქმა სპორტსმენებს უკვე მე კარგად იყვნენ რა იმიტომ განვავითარეთ ეს სპორტი მართლა ერთობლივად განვავითარეთ რა ყველა
პერიოდი ხა იყო, ჩვენი ვარდიშები იყო, როცა ვარდიშობდით საჭმლის პული არ ქონდა არაფერი, რა თქმა უნდა შეჯიბზე გავდივდით. ერთხელ მეზობელმა მერე საცուցე ცხოვრობდი და შეჯიბრი იყო რა სპორტ სასახლეში. შიელი ვიყავი მაშინ. გალინა ბლანკა მომცა, მაგათ მახსოვს აი ბატალიონი, თქვი ვიღა მომიგებს ახლა ასლაბარობ. გალინა ბლანკა დავხსენე წყალში. ისეთი გემრიელი იყო. იყო პერიოდები რაღაცა, სულ ვერ ვიტყვი რომ სულ ესეთი პერიოდში გავიარე და რაღაცა და ესე ვიყავით, მაგრამ გაჭიროების პერიოდი იყო, რომელიც აი კარგად გახსენდება და დასმახსოვრებელია. პირველი ადამიანები ახლა იყვნენ ტყეშელაშვილი იყო, ზაზაკობა, ბიწაძეები იყვნენ, ახლა აი ძალიან ესევას გეუბნები ძალიან დაწყებას რა. მე ხო თქვი კიდევ წეგან აი ეს გელა იყო გაროზაშვილი, კასპერი არის სხვადასხვა და მაგარი კაცია ხო. ხო და მაგან დაიწყო უკვე ამ სპორტის ის რა ქვია, იაპონიაში წაყვანა ბიჭების რა. მაქედან დაიწყო მე ამოვიდა ხოშველიძე, ჩირაღიშვილი და კიდე ბაჭია ჩვენი ძმა ბექა. ძალიან ბევრი ადამიანი ყველას ხლა ვიღა დავიმახსოვრე რა, ძმები იყვნენ ახალგაზრდები. ბევრი იყო, მე უკვე აი ჩვენი ის იყო, რომ აი მე 30 წლოვანებით ამაზე დიდი ვარ ახლა ეს ვინც არიან ჩვენ ხელში გამოვლილი და რომ თქვი რომ უნდა გამეკეთებინა ახლა ეს სპორტი, რაღაც უნდა გამეკეთებინა ამ სპორტში, რომ დავამთავრე კარიერა უკვე და დავიწყე და გავაკეთე და ძალიან ბევრი ადამიანი დამეძრე გულზე მხარდაჭერით გამოგვივიდა რა. თავიდან საერთოდ არ იყო არანაირი გამოხმაურება, დაინტერესდა უბრალოდ მე ხო იცი ინტერესები როცა უკვე სპორტი პოპულარული ხდება, ინტერესები რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმას აღნიშნავ, სანამ ეს სპორტი ისეთი პოპულარული იყო, რაღაცა იმ პერიოდში მოხდა ამ ფედერაციის აღიარება, რა თქმა უნდა, ჩვენი მინისტრის დამსახურება ბევრი და გადახედა ყველაფერს რა, რომ თქვა, რომ ეს სპორტი განვითარდება და ძალიან დიდ შედეგს მოიტანს რა. იქიდან გამომდინარე პატარა ბიუჯეტი მქონდა, მე ნელ-ნელა მოვუმატეთ, განვითარდით უფრო მეტად. ფედერაცია გვაქვს ჩვენი ოფიციალური ოფისები გვაქვს, ყველა აკაცია გვაქვს, ორგანა გვაქვს და ძალიან ისე ვართ უკვე რა. კომფორტულად ვართ, კარგად ვარ და ბიჭებიც ხელფასები აქვს ყველას. ევროპაზე შედეგი მიცი გააკეთა, ხელფასები ენიშნება ოფიციალურად. არ იყო ესე სად იყო, რა ყურადღება ეს ყურადღება. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. აინტერესებს ყველა სხვადასხვა სპორტის სახეობიდან გადმოდიან და ამ სპორტში შემოდიან. ადრე იყო როგორ იცი, აი მაგალითად მოჭიდავე უნდა ყოფილიყავი და მოჭიდავე უფრო მოუგებს თუ მოკრება უფრო მოუგებს, ახლა რომელი უფრო ძლიერია, ხო მოჭიდავე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოკრება არაფერი არ იცოდოდა. აქ მოჭიდავაზე არ არის უკვე, აქ პარტერში ისეთი რაღაცები ხდება, რომ მოჭიდავებით ვერ იმაშვებიან და აქედან გამომდინარე განვითარდა უკვე იმ დონეზე, რომ თვითონ ბავშვები მოდიან უკვე და ამ სპორტის სახეობაში იზრდებიან, ხვდი? 6-7 წლის ბავშვები მოდიან და იზრდებიან ამ სპორტის სახეობაში. ჩემთვის განსაკუთრებული სპორტსმენი და ადამიანი, ჩემთვის რაულ თუთარაულია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სპორტსმენი გავზარდე, ბევრი სპორტსმენს პატივი ვეცი და ბევრმა ვერ დაინახა. როგორც ხდება ხოლმე რა. ყველას თავისი გზა აქვს, ყველას თავისი გზით გაუმარჯვოთ ღმერთმა, იმ საქმეს სადაც არიან. მაგრამ ეს ადამიანს მე 1.5 წამი მივუტყუებია და მეც მაქსიმუმს ვაკეთებ ამ ადამიანისთვის, ხა პატარა ბიჭი იყო რა 17-16 წლის იყო დაახლოებით. გორის რაიონიდან არის სოფლიდან და წამოვიყვანე იქიდან და ესე ჩემგოზე იყო სამსახურში ყავდა. კიდე ბევრი წამოვიყვანე იქიდან, მაგრამ მე მაგაზე პირობითად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამან დიდი როლი ითამაშა ზოგადად ჩემს ცხოვრებაში და ერთობაში და ერთად გავაკეთეთ ყველაფერი რა, ერთად რაღაც თანხას რო იღებდო ხოლმე, მადლებდა სულ რომ მოდი ხა შენ ბინა იყიდე, მე ვიყიდი, მე იმას ვიზავ და ეს ერთობლივად ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. ნათლი მირონები გავხდით, მაგის ბავშვი ნათლია. უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ ისეთი პერიოდში მოუწია უიღლო სპორტსმენი არის. ქართველების აი რეკორდი რო შეკრიფო, ერთად მაგდენი მაინც არ აქვს რა. 57 თუ 56 ჩუბი აქვს ჩატარებული ვიცი. ეს ძალიან დიდი რაღაც. просто ვერ მოხდა იმ UFC-ში იქიდან გამომდინარე რომ მაშინ ემერში ბრძოლობდა და არ იყო ისეთი ის რა, მე სხვა კონტრაქტი შემოგთავაზე ეს რაღაცა, მე სანამ დამთავრდა, მე კორონა მოხდა, კორონადან და ესე და მე სხვადასხვა ორგანიზაცია, ახლა სხვადასხვა შორის კარგ ორგანიზაციაში და თავის არის კარგად არის და არის კიდე ბევრი შანსები, ბევრი იმის რომ თამარიც მოიგოს და გახდეს კიდე მსოფლიო ჩემპიონი. ბევრჯერ მოიგო ჩვენი ორგანიზაციის კამარით ორჯერ მოიგო. რა ვიცი, ყველაფერი ღვთისნებაა რა. რატოა GFC ხლა რა? ამ GFC-დან უკვე 3 ადამიანი მოხდა Dana-White Contender სერიებში რა. და კიდე ახლა წავლე კიდე ბევრი რა. კიდე წავლე აქედან გამომდინარე რომ აქ რო ჩემპიონი ხდები, ჩვენ ისეთი ისა გვაქვს რომ
აქედან უკვე ჩემპიონს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა დანავად კონტენდერებში. მოიგებს იქ და რა თქმა უნდა პირდაპირ UFC-ში, ხო? კიდევ ისეთი რაღაცაა, რომ ჩვენ ახლა არის UFC Fight Pass-ი, რომელიც პირდაპირ ტრანსლაციას UFC ადამიანებს თვალს რა, ჩვენ ისინი ამას ყიდულობენ და ამაზე უკვე მიდის მუშაობა დიდი ხანია და დაეწერება ჩვენ ლოგოებით ამ кейჯზე, რომ აი UFC Fight Pass-ი უყურებ და ადამიანები თვალს. ამას აქედან გამომდინარე რომ უფრო მეტი შანსი ექნება და მეტი საშუალება ქართულ სპორტსმენებს, ვინ GOC ჩემპიონი გახდებიან, რომ პირდაპირ მოხვდნენ UFC-ში. მართლა მაგარი თაობა მომდის, იმიტომ რომ წეგან აღნიშნე მე რა პატარები შემოდიან თქო რა. და იმ დონეზე იზრდებიან და იმ დონეზე ვითარდებიან, რომ აი მე ძალიან მოხარული ვარ, ვატარებ ხოლმე აქ იან ვარიორსებია ყოველ თვე შეჯიბრები სამოყვარულო, რომელსაც ბიჭებს რო უყურებ ყოველ დღე ვითარდებიან, ბავშვებიც. აი სასწაული ბავშვი თაობა მოდის. რა თქმა უნდა მოხარული ვარ და კარგი რაღაც კეთის საქმეს ვაკეთებთ.